თვითონ რა უნდა ვთქვა ალოეზე ახალი, მაგრამ რამდენიმე ისეთი რეცეპტის შესახებ მინდა გაგაცნოთ, რასაც მე თვითონ ვიყენებ და მომწონს. ფიქრობ თუ დამეჯერება, რომ ყველა ფანჯრის რაფაზე უნდა იდგეს ალოე. უფრო მეტად გავრცელებულია ეს ძველი ჯიში, რომელსაც უფრო იცნობენ საბჭოთა კავშირში ყოველ შემთხვევაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველგან არის ეს ჯიში და ამას იცნობენ როგორც სამკურნალო ალოეთ და არანაკლებად კარგი თვისებები აქვს ვიდრე ალოე ვერას, მაგრამ რადგან ალოე ვერა უფრო აღიარებულია, უფრო ამტკიცებულია მისი სამკურნალო თვისებები, ამიტომ ალოე ვერაზე მინდა რაღაცები და უფრო ადვილია მისი გამოყენება, იმიტომ რომ ფოთოლი აქვს უფრო დიდი, უფრო ბრტყელი. ჩვეულებრივად ვაჭრით ძირებს, ღეროებს, ფოთლებს სამკურნალოდ და ამ მახინაციებისთვის თუ იყენებთ, იმ შემთხვევაში ალოე არ უნდა იყოს მორწყული. სასურველია რომ რამდენიმე დღით ადრე გამოყენებამდე აღარ მორწყოთ. რა თქმა უნდა, თბილი წყლით ვრეცხავთ. ფოთლები ისეთი გაბუთქუნებული არა აქვს, როგორც მორწყულ მცენარეს. ალოე ვერას ფოთლები ცოტათი შეწითლებულია ხოლმე. გავრცელებული აზრია, რომ იმისთვის, რომ სამკურნალოდ გამოდგეს ალოე, უნდა იყოს 5 წლის ან მეტის. ჩვენ ასეთ ხერხს მივაგენით, რომ ბებერი ძირები გვაქვს, საიდანაც ვამრავლებთ და იმის წვეროებს ვიღებთ. ამიტომ ყოველთვის ჩვენი ალოები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს, არის 5 წლის ან მეტის. სხვანაირად სამკურნალოდ ითვლება, რომ არ გამოდგება. შუაზე ვჭრით ფოთლებს, განით, ადვილად, შპილობით შუაზე იყოფა, აი ასე, როგორი ლორწოვანია, ნახეთ. აი. ეს არის უებარი საშუალება. გნებავთ გარეგანი გამოყენებისთვის, გნებავთ შინაგანი გამოყენებისთვის. ამაზე უფრო სასარგებლო სხვა რა არის, არც ვიცი. აი ნახეთ როგორი ლორწო. ეს ლორწო არის აი პირდაპირ ჯადოქრობა. თუ დამწვარ კანზე, თუ დაზიანებულ კანზე, თუ დასუსხულზე, თუ ნაკბენზე, წერები რო კვენენ ახლა ბავშვებს, პირდაპირ შეგიძლიათ ამის გამოყენება. აი ნახეთ როგორ ეცლება ადვილად ლორწო როცა მოურწყავია. აი. ეს არის პირდაპირ თლად კარგად არ გამოიყურება, მაგრამ მერწმუნეთ რომ ნამდვილად ჯადოქრობა. იწელება ელარჯივით. მე სამისოდ ვიყენებ ცოტა გლიცერინს, ჩვეულებრივ გლიცერინს. აფთიაქებში ყველგან არის. დაახლოებით იმ რაოდენობისას, რა რაოდენობისაც ლორწო მაქვს. და ჩვეულებრივი ჭხირით ურევ ერთმანეთში. აი ეს. თუ დამიჯერებთ ამაზე უკეთესი მალამო არ გაჩენია. ხელების სამკურნალოდ, ფეხების სამკურნალოდ, ფეხებზე რო კანი ეხლა ადამიანებს უზიანდებათ ფეხსაცმლის გამო. აი ესეთ მორეული ლორწო. ჩვეულებრივად ასე დავიტან, აგერ ნაკბენი მაქვს მაგალითად და დღეს წავისვი და უკვე აი ასე. ძალიან ჩვეულებრივად, მარტივად. არაჩვეულებრივია დამუშევარი ხელის დასარბილებლად. თუ საღამოს წაისმევთ და ხელთათ მას ჩამოიცვამთ, თქვენი ხელები შვილი ბავშვით იქნება დილით. არაჩვეულებრივია სახეზე წასასმელად. მე კი მეზარება და გულწრფელად გითხრათ არ წამისვი არასდროს, მაგრამ ქალბატონები ხო იკეთებენ ნიღბებს რაღაცებს რომ იდებენ. ამაზე უკეთეს დამიჯერეთ რომ ვერაფერს ვერ. ბავშვებისთვის ეს ჯადოსნური დეცკი კრემით ავარქვათ ასე. ვთქვათ ამენაზე როგორც ვიცნობთ ამას ყველა. ამაზე უკეთესი მართლა არ ვიცი. ცოტას გამოვიღეთ. ბავშვებს რომ დამწრობა აქვთ ხოლმე რომ ეს უსხებათ გაბუთქუნებული ფეხები. აკოები. აი ნახეთ. ამ ლორწოს გამოვაცლი და ამ დეცკი კრემში შევურე. ამ საბავშვო კრემში. ეს უმარტივესი რეცეპტია. ნასიცხარ კანზე, ნაკბენზე, აი ბალახი რო გაუღიზიანებს ადამიანს. ტკიპის ნაკბენზე ძალიან შველის, აი ნახეთ. დაურევთ.
მე არ მიყვარს წამლებზე რჩევების მიცემა და ვუფრთხი ამ საქმეს და ვერიდები. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ლორწო გარეული თაფლში, მაისის ნატურალურ თაფლში კუჭის წყლისთვის უებარი საშუალებაა. და 1000 და უფრო მეტ რეცეპტს იპოვით თქვენს ინტერნეტში, თქვენს ნაცნობებში, თქვენს ახლობლებში, ყველას აქვს გამოცდილება ალოესთან დაკავშირებული, მაგრამ ეს კონკრეტული ჯიში მართლა სასწაულებს ახდენს და კარგია რომ კონდეს ადამიანს პანჯრის რაფაზე ყოველთვის შეიძლება მისი გამოყენება თუ რამესთან ერთად შერეული ასე ჩემსავით, თუ მის გარეშე. კიდე ერთი ჩადოქრობა შეუძლია იმ უმარტივეს საშუალებას, რომელიც როგორიც არის სტრეპტოციტი. თუ სტრეპტოციტს ჭიქით დანაყავთ და ამას შეურევთ ასეთ ფოთოლზე გადაიტანთ. აი ამაზე უკეთესი საფენი არ გამოგონილა. აი თუ ალოეს პირდაპირ გაჭრილ, შუაზე გაჭრილ ფოთოლს დაიდებთ ჭრილობას. და ასე შეიხროთ. მეორე დღეს რა დაგხვდებათ ნახავთ. ეს არის უებარი საშუალება და მე ხშირად ვიყენებ ამ სცენარეს და ჯერა მისი სასწაულ მოქმედი ძალის. თლათ აპეტიტურად არ გამოიყურება მისი ლორწო, მაგრამ გამიჯერეთ რომ არის ჩადოქრობა. გლიცერინი, სტრეპტოციდი და ეს ჩვენი ბავშვობის დროინდელი ბავშვების კრემის, დეცკი კრემი, რომელსაც ყველა ვიყენებდი და ყველას გვეცნობა მისი ისეთი აღარ არის რა თქმა უნდა როგორიც იყო, მაგრამ მაინც ბევრს ჯობია. ასე რომ გქონდეთ ალოები პანჯრის რაფაზე გედებათ, მოაჭრით ფოთოლს, ამასობაში ახლები გაიზრდება, ახალი ფოთლები ამოუვა. არ უნდა შეგეშალოთ ალოე ვერა სხვა დეკორატიულ ჯიშებში. ბევრი ჯიში არსებობს ალოესი, რომელიც გავს ალოე ვერას. აგერ მაგალითად, როგორ გავს და ალოე ვერა არ არის. აგერ მაგალითად გავს და ალოე ვერა არ არის. სხვა არის. აი ნამდვილი ალოე ვერა ეს არის, რომელსაც მოწითალო ფოთლები აქვს და არც ისეთი ლამაზია, როგორიც დანარჩენი ალოები. ალოე ვერაც და ის მეორე საბჭოთა ალოე შეგიძლიათ ამ მიზნებით გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, სიფრთხილისკენაც მოგიწოდებთ მისი შინაგანი გამოყენებისას, იმიტომ რომ ძალიან მჟავია და აღიზიანებს ძალიან კუჭ ნაწლავს. ამიტომ მისი ასე უპრაკონოდ მიღება არ ივარგებს. ირჩევთ და მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ და რეცეპტების გადამოწმებისკენ, სანამ ალოეთი მკურნალობას მიჰყოფთეთ ხელს. თვით მკურნალობა მთლად კაი საქმე არ არის, მეც ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე.